როგორ აფასებს ყოფილი თანაგუნდელებისგან მიღებულ შეფასებებს, როგორ პასუხობს მთავარ შეკითხვას, სად იყო აქამდე და რატომ არაფერს ამბობდა თუ სააკაშვილის ხელისუფლებაში ასეთი დანაშაული ხდებოდა, რა დოზითაა თავად პასუხისმგებელი ამ დანაშაულებზე, რატომ გაუსვა ხაზი თავის გამოსვლაში დაკვეთილ ლიკვიდაციებს და ადამიანების მკვლელობებს, რა სიტყვის ირაკლი ოქრუაშვილი, მე მას მივესალმების აღო მშვიდობის, როგორ ჯანდებით? ემოციური დღე გქონდათ, საკმაოდ დიდი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თქვენ დღეს პირველად უნდა ისაუბროთ პირდაპირ ეთერში, სიმართლე გითხრათ, მთელი დღის განმავლობაში, როდესაც თქვენი ბრიფინგი ჩატარდა და თქვენ თქვით, რომ დღეს პირდაპირ ეთერში ისაუბრებდით, უამრავი ადამიანი რეკავდა, მე ეს დაანონსების დროსაც თქვი და ჩემს პროდიუსერს ამ პირადად მე მეუბნებოდა, რომ აცადე თქვას ყველა ის ინფორმაცია, რის თქმასაც ის აპირებს. კიდევ ერთი საინტერესო თემა მაყურებლისთვის სპეციალურად დღევანდელი ღია ეთერისთვის GHN ახალი ამბების სააგენტომ ჩაატარა ერთგვარი გამოკვლევა, სატელეფონო გამოკითხვა, გამოიკითხა 383 რესპონდენტი და აქ არის 10 კითხვა, რომელიც ჩვენი რესპონდენტების აზრით არის ძალიან საინტერესო მათთვის პასუხის მისაღებად. მასზე დავიწყოთ, მე ბევრს აღარ ვისაუბრებ, ჩვენ დღეს უნდა ვილაპარაკოთ ყველაფერზე. პირველ რიგში უნდა გკითხოთ, ბატონო ირაკლი, ასეთი მწვავე გამოსვლა, როდის გადაწყვიტეთ და რის შემდეგ? ყველაფერს ელოდა ალბათ საზოგადოება, გარდა იმისა, რომ იქნებოდით ასეთი სენსაციური და ასეთი მწვავე. დაახლოებით 4-5 თვის წინ მე ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა, რომ საზოგადოებრივ ასპარეზზე უნდა გამოჩენილიყავი ბევრი მიზეზის გამო. ეს მიზეზები მე დღეს მე მგონი დეტალურად დავაზახელე. იმ შეცდომების გამო, რომელიც იქნა დაშვებული ხელისუფლების მიერ, თუნდაც ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ან მას შემდეგ და ჩვენ უნდა გვეთქვა საზოგადოებისთვის, რომ კმარაცა ცხოვრება აღარ შეიძლება. ამ სტილით ქვეყნის მართვის გაგრძელება შეუძლებელია. ქართული ხალხის დაკვეთა ვარდების რევოლუციის დროს არ ყოფილა, რომ ხელისუფლებას ეშინებინა სასტუმროები, სადაც ქართული ხალხის ცხოვრების საშუალება არ ექნებოდა. ქართული ხალხის დაკვეთა არ იყო გზების მშენებლობა, მაშინ როდესაც ამ გზებზე გადაადგილების საშუალება ქართული კაცს დღეს არ აქვს. ქართული ხალხის დაკვეთა არ იყო უფასო სასადილოების გახსნა. ხალხის დაკვეთა იყო სასტუმროების შენება, სადაც მათ საშუალება ექნებათ, რომ ჩამოვიდნენ და თვითონ იცხოვრონ. ჰაიატის შენება ძალიან კარგია, შესანიშნავი ბრენდია, მაგრამ მე მაინტერესებს და საუკეთოს. ქუთაისიდან ჩამოსულ ადამიანს შეიძლება რომ იქ გაჩერდეს ერთი ღამით მაინც. ქართული ხალხის დაკვეთა იყო უფასო სასადილოები პენტუკიძის ფონზე. ქართული ხალხის დაკვეთა მგონი არ ყოფილა ისეთი ავტობანები, სადაც ისევ საბარგო ავტობუსებით სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან ერთად იმგზავრდნენ ადამიანები. ჩვენ სულ სხვა დაკვეთა გქონდა ხალხის მხრიდან 2003 წელს და მე ვფიქრობ, რომ ეს მოლოდინი ხელისუფლებამ საკმაოდ დიდ დოზით გააცრო. მე დიდი ხნის განმავლობაში მიწევდა ბევრ რამეზე თვალის დახუჭვა. შიგნით, რომელიც გარეთ არ ჩანდა და ბუნებრივია ეს გარკვეულად დისკომფორტს მიქმნიდა. დისკომფორტს მიქმნიდა ბევრი მიზეზის გამო. ბევრი რამეზე მე შიგნით ვცდილობდი სიტუაციის შეცვლას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში წარმატებას ვერ ვაღწევდი, მიუხედავად იმისა, ვისაც არ უნდა მოჩვენებოდა, რომ საკმაოდ გავლენიანი პირი ვიყავი ხელისუფლებაში. დიდი ხნის განმავლობაში და ამას მინდა ხაზი გაუსვა. მე ვითმენდი ბევრ რამეს ერთადერთი მიზეზის გამო. რა მიზეზის? ეს მიზეზი იყო იმედი იმისა, რომ ჩვენ ქვეყანას ამ წლების განმავლობაში ერთ-ერთ დაკარგულ ტერიტორიას მაინც დაუბრუნებდით და ამის რეალური შანსი არსებობდა. ესე ვთქვათ, მე თქვენს გადაცემაში გავაკეთე განცხადება, რომ ჩვენ 2007 წლის 1 იანვარს ყინულში შევხვდებოდით. დიახ, ძალიან ბევრი უკავშირებს სხვათა შორის თქვენს წასვლას თანამდებობიდან ამ განცხადებას, ამაზე მოგვიანებით მანამდე. მე დღეს გეტყვით ამ განცხადების რეალური შინაარსი რაში მდგომარეობდა, რას გულისხმობდი მე. 2005 წლის დეკემბერში მე 2004 წლის დეკემბერში მე დავანიშნე თავდაცვის მინისტრად ერთადერთი დავალებით საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. საკმაოდ სწრაფად, მოკლე დროში და ხარისხიანად შეგვექმნა შეერაღებული ძალები. დიახ. ბუნებრივია შეერაღებული ძალების შექმნის მიზანი იყო შეიძლება არაუშუალოდ ამ ძალების მეშვეობით ერთ-ერთ ტერიტორიის შემოbrunება, მაგრამ იმ ატმოსფეროში შექმნა, როდესაც მტერი დაინახავდა, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა პასუხი გავცეთ მათ. გარკვეული მოლოდინები პირდაპირ პრინციპში საკმაოდ დიდი მოლოდინი არსებობდა ყველა ქართველ ოფიცერში, ყველა ქართული ჯარისკაცში, რომ ისინი ერთ დღეს მიიღებდნენ ბრძანებას და აქ საუბარი არის ომზე და საომარ კამპანიაზე,
იყო ამის საკმაოდ დეტალური გეგმა, მცირე ოპერაციის შედეგად და დიდი დანაკარგების გარეშე მოხდებოდა ცხინვალის დაბრუნება. როდის კონკრეტულად ბატონო? აქ საუბარია 2006 წლის გაზაფხულზე. 2006 წლის გაზაფხული იყო მაქსიმალური ვადა, რომელიც შეთანხმებული იყო 60 ადამიანის შორის. ერთი გახდათ პრეზიდენტი, მეორე მე და კიდევ ორი ადამიანი, სამი ადამიანი. ვინ იყო კიდევ ის დანარჩენი ადამიანები? და მერაბიშვილიც იყო და ადეიშვილიც, პოკერია. შეიძლება იყოს, შეიძლება არა, არ მახსოვს მნიშვნელობა არ აქვს ამას. და აი ამ საკითხებზე, რის გამოც მე ხშირად მიწევდა თვალის დახუჭვა, მოთმინება. რაღაც ჩემს გულში ჩაკულა იმისა, რომ მე რაღაცაზე რეაგირებას ვერ ვახდენდი. მე დავასახელე კონკრეტული თარიღი, რომ თუ ეს აქამდე მოხდებოდა, მე ხელისუფლებაში დავრჩებოდი. თუ ეს აქამდე არ მოხდებოდა, მე ხელისუფლებიდან მივიდიოდი. არა, თქვენ გააკეთეთ კი ეს განცხადება. ეს არ იყო უშუალოდ პირველი იანვრის ცხინვალის შეხვედრის რაღაც თარიღის დასახელება, ეს იყო მაქსიმალური თარიღი, სადაც მე წყალგამყოფი გავავლე. მათ იწოდნენ ბატონო ირაკლი, თქვენ რო ეს წყალგამყოფი გავავლეთ, თუ ეს მოისმინოთ თქვენ პრეზიდენტმა ჩვენი გადაცემიდან. უნებრივია მათ ეს იწოდნენ, მე ბოლო პერიოდში საკმაოდ ისეთი ხელოვნური ურთიერთობები მქონდა სააკაშვილთან. ჩვენ არ ქონდა ხელისუფლებაში დაპირისპირება, მე თქვენთან საჯაროდ თქვი ამაზე, რომ მე არავისთან დაპირისპირებული არ ვიყავი. მე ვცდილობდი, რომ არანაირი დაპირისპირება არ მოხდარიყო შიგნით. სანამ მე შიგნით ვიყავი, ბზარი არ უნდა გაჩენილიყო, იმიტომ რომ ეს ქვეყანას სასიკეთოდ არ წაადგებდა. თუმცა ბარამიძესთან, ჟვანიასთან, ხაინდრავასთან, მერაბიშვილთან მარადიულად იყო ამ დაპირისპირება. ეს თუ იყო დაპირისპირება, თქვენ თომას დაპირისპირებას ეძახით, ეს არ იყო ქვეყნისთვის ამაზიანებელი. აქ სულ სხვა დაპირისპირებაზე საუბრობთ. დიახ. ის წყალგამყოფი, რის გამოც მე 2005 წლის დეკემბერში თქვენთან ეთერში განვაცხადე, რომ 2007 წლის 1 იანვარი იქნებოდა ეს თარიღი, როდესაც ჩვენ ერთ-ერთ ტერიტორიას დავებრუნებთ. მაქსიმალური თარიღი. მე გავავლე მას შემდეგ, რაც 2005 წლის ივლისის დასაწყისში ჩემსა და პრეზიდენტს შორის შედგა ერთ-ერთი საუბარი. რა საუბარი? მან მე პირდაპირ ვკითხა, რას ფიქრობ იმაზე, რომ ჩვენი მთავარი საფრთხე მოვიცილოთ. მე ვკითხე, რას გულისხმობდა ის ამ საფრთხეში. მან დამისახელა ერთ-ერთი პიროვნება. პიროვნება, რომელიც მას დღესაც მიაჩნია, რომ ის მისი საფრთხეა. ვინ არის ეს პიროვნება? მე ვარ ამ თემაზე. და მან კონკრეტული გეგმა დამისახა, თუ ეს პიროვნება როგორ უნდა ყოფილიყო მოცილებული. მე არ მithქვია მისთვის არც დადებითი, არც უარყოფითი პასუხი, მე მას თქვენ, რომ დრო მჭირდებოდა იმაზე, რომ მეფიქრე. პირადად თქვენ დაგავალათ ვინმეს მოცილება, ბატონო? კი, ამაზე საუბრობ. მე მივხვდი, რომ ეს იყო ხაფანგი და თუ მე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი და ამ დავალებას შევასრულებდი, მეორე დღეს მე თვითმომცილებდი. ეს პიროვნება გახლდათ პატარკაცშვილი და კონკრეტული მაგალითი დამისახა პრეზიდენტმა მისი მოცილების. პრეზიდენტმა დაგიკვეთათ პატარკაშვილის ლიკვიდაცია? კონკრეტულ სიტყვებს ვიძახი. ის უნდა მოვიცილოთ, როგორც მოიცილეს რაფიკ ხარირი. ეს გახლდათ ლიბანის პრეზიდენტი, რომელიც ააფეთქეს საკუთარ მანქანაში. ეს იყო 2005 წლის ივლისის დასაწყისი და მე მასთან შევეცადე ტაიმ-აუტი ამეღო და ამ საკითხზე აღარ მესაუბრა. შევხვდი ამ ერთ-ერთ პიროვნებას, რომელიც ამერიკელებზე მუშაობდა და უთხარი პირდაპირ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ესეთი დავალება მოდიოდა. ამით მე გარკვეული იმუნიტეტით შევემუშავე იმ თვალსაზრისით, რომ ამერიკელები სააკაშვილს ამ გადაწყვეტილების შესრულებისთვის გადააფიქრებდნენ. ვინ იყო ეს პიროვნება, ბატონო ირაკლი? დღევანდელი მოქმედი შეერაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ზაზა გოგავა. ზაზა გოგავა თქვენ ჩააყენეთ საქმის კურსში? კი. ამერიკელების რეაქციამ დააგვიანა. სააკაშვილმა მეორედ მოითხოვა ჩემგან იგივეს გაკეთება დაახლოებით 3 კვირაში. შეიძლება ვწდები ერთ თვეში. მაშინ მე გავფრენდი თურქეთში და შევხვდი ერთ-ერთ პიროვნებას, რომელიც ვიცოდი, რომ ნამდვილი წყარო იყო, რომელსაც შეეძლო ამერიკელებთან ასე მიეტანა. აქ არ იყო საუბარი კონკრეტულად საელჩოს თანამშრომელთან ან ვინმესთან შეხვედრაზე, ეს საკითხები ესე არ განიხილება ესეთ დონეზე. მე მჭირდებოდა გარანტია, რომ ეს უშუალოდ მივიდოდა იქ, სადაც საიდანაც გავლენა იქნებოდა მოხდენილი სააკაშვილზე და მას ამ გადაწყვეტილებას შეაცვლებდნენ. ამ შემთხვევაში შედეგი დადგა. ვინ იყო ეს ადამიანი? შეგიძლიათ? ამ ადამიანს ვერ დავასახლებ. ქართველია იგი? ეს არ არის ქართველი, ეს არის საქართველოს მოქალაქე. შედეგი დადგა, რას ნიშნავს უკაცრავად?
სააკაშვილის ჩემთან ამ თემაზე საუბარი აღარ ქონია. მაგრამ ფიქრობ თუ არა? მან მიხვდა რომ მე ფაქტიურად გეგმა ჩაუშალე, მაგრამ აქ ერთი ინტრიგაციო. გზაზე გაგოს ფაქტორი სპეციალურად იქნა გამოყენებული. რას გულისხმობთ იქნებ უფრო კონკრეტულად ახსნათ? გულისხმობ იმას, რომ ამ შემთხვევაში სააკაშვილს შეეძლო ეფიქრა, რომ ეს ჩემი მხრიდან გაგჟონილი არ იყო და იქნებოდა სხვისი მხრიდან გაგჟონილი. ამაზე დღეს საუბარი მეღია თქვენ შემიძლია. ამ მომენტის მერე მე გადავწყვიტე, რომ აი ეს წყალგამყოფი გამევლა. რატომ? რა იყო ეს თქვენთვის? თქვენ ბძანეთ რომ აი დამავალა ეს ლიკვიდაცია, მაგრამ მე მივხვდი რომ თქვა შემდეგი ვიქნებოდი მეო. რომ არ ყოფილიყო ესეთი რაღაც თქვენი წარმოსახვით, რომ შემდეგი შესაძლოა ყოფილიყო ლიკვიდირებული ოქრუაშვილი, ამ შემთხვევაში შეასრულებდით ბადრი პატარკაიჩვილზე მოცემულ დავალებას. მე ხელისუფლებაში არ მივსულ ვარ იმისთვის, რომ ვინმე სისხლში გამებანა ხელები. მე ხელისუფლებაში არ მივსულ ვარ იმისთვის, რომ ასეთი უკანონო დავალებები მესრულებინა. მე ხელისუფლებაში მივედი იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანა გაგვემთლიანებინა. ჩვენ ხელისუფლებაში მივედით იმისთვის, რომ ქართული კაცი ღირსეულად ეცხოვრა საქართველოში. ჩვენ ხელისუფლებაში მივედით იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტების უკანონო სატელეფონო მოსმენები არ გვეწარმოებინა. ჩვენ ხელისუფლებაში მივედით იმის არა რომ თვალყური გვედევნებინა, თვალთვალი გვეწარმოებინა, სიტყვაზე კონკრეტული საზოგადო მოღვაწეების თუ პოლიტიკოსების მისამართით. ჩვენ ხელისუფლებაში მივედით სულ სხვა მიზნებით. ბატონო ირაკლი, როცა თქვენ იყავით, თქვათ გენერალური პროკურორი ან შინაგან საქმეთა მინისტრი, მაპატიეთ, მე ისე უნდა მიუბრუნდე ცოტა ხანში ლიკვიდაციების თემას, მაგრამ ეხლა გამიჩნდა ეს კითხვა. თქვენ არ აკეთებდით იგივეს, თქვათ თვალთვალი, სატელეფონო საუბრები და ასე შემდეგ ტელედაპატიმრებები, ნიღბიანების მიერ გნებავთ შევარდნაძის ჩინოვნიკების დაჭერები, საკმაოდ მძიმე ფორმებით ბორდელში შევარდნიდან დაწყებული, თქვათ იგივე ნებისმიერი ჩინოვნიკის დაპატიმრება, ეს ყველაფერი არის ირაკლი ოქრუაშვილის კისერზე, ხომ? თქვენ იყავით ყველაზე გავლენიანი. საკმაოდ დიდი სხვაობა კაცის კლასსა და მაგ ყველაფერს შორის რა თქვენ ჩამოთვალეთ. მე მგონი მეთანხმებით. არა, კაცის კლასსა და ამ ფაქტებს შორის კი, მაგრამ ეს ფაქტები ხომ არ გვაძლევენ იმის საფუძვეს, თქვათ ვიფიქროთ, რომ ამის მიღმა არის კიდევ რაღაც დამალული. არა, მე ჩემს ინდისთან მართალი ვარ, ის რაც ჩემი პროკურორობის დროს ხდებოდა, ეს იყო წესრიგის დამყარებისკენ მიმართული კამპანია და არა ხალხის დაშინებისკენ მიმართული კამპანია. ეს იყო კონკრეტული მაგალითების გაჩენის კამპანია, რომ ადამიანი ისჯება იმის გამო, რაც მან ჩაიდინა. და არა ის კამპანია, რომელიც დღეს მიმდინარეობს. ადამიანების მართლა გაკულაკების, სახლებიდან გამოყრის, სახლების ნგრევის, ეკლესიების ნგრევის, პიროვნების შეურაცხყოფის და რა ვიცი კიდევ, რომელი ერთი ჩამოთვალოთ, რაც ხდება. ის კამპანია იყო საკმაოდ მოკლევადიანი და ის კამპანია ის რევოლუციური ტალღა უნდა დამთავრებულიყო. და ჩვენ ამ დამთავრებასთან საკმაოდ ახლოს ვიყავით. ამინისტიის კანონი, რომელიც იქნა შემუშავებული და რომელმაც არ იმუშავა სამწუხაროდ, პირველი ამინისტიის კანონი მაგ ხედველობაში იყო გარანტია იმისა, ჩვენი მხრიდან გამოცხადებული, დეკლარირებული კანონი, რომელიც აქაც წყალგამყოფს ავლებდა. უნებრივია, როდესაც ხელისუფლებით ტკბები და ამ პროცესის ყოველდღიური მონაწილე ხარ, მე ცდუნება დიდია. აქედან გამოსვლა საკმაოდ ძნელია. და დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის თუ ნებისმიერი სხვა მაკონტროლებელი უწყების ნებისმიერ ჩინოვნიკს გაუჭირდება იცხოვროს სხვა ცხოვრების წესით, ვიდრე დღეს ეს არის უშუალოდ დავალებული ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ. თქვენ დროს არ იყო ასეთი. ბატონო ირაკლი, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. მე მინდა ისე მკვლელობების თემას მიუბრუნდეთ. გასაგებია თქვენ თქვით უარი ვთქვათ ბადრი პატარკაიჩვილზე მიღებული დავალების შემდეგ. მაგრამ იყო თუ არა შანსი, რომ თქვენს გარდა შემდეგ ეს დავალება მიეცა პრეზიდენტს ვინმესთვის და კიდევ ერთი თქვენ საუბრობთ მრავლობიჩი. მკვლელობები, ლიკვიდაციები, ანუ ბადრი პატარკაიჩვილის დავალების მიღმა იყო კიდევ ასეთი რა. ძალიან ბევრს გაუჩნდა სხვადასხვა ეჭვები, მაგალითად იგივე თინა ხიდაშელმა გითხრა რამდენიმე წუთით ადრე ემის დაწყებამდე რომ იქნებ დაგეკონკრეტებინათ ხომ არ იყო ეს ვალერი გელაშვილი 10 კითხვაში რომელიც ადამიანებს დაუსვეს იყო ვალერი გელაშვილი. ვალერი გელაშვილის ლიკვიდაცია არ იყო დაგვეთილი. ვალერი გელაშვილის ზუსტად ინფორმაცია იყო დაგვეთილი. ესეც პრეზიდენტისგან მოდიოდა პირადად თქვენ მოგცათ მან ეს დავალება. იმ შეხვედრას ვესწრებოდით 3 ადამიანი და ეს დავალება საკმაოდ კარგად წყალებში შეასრულა მერაბიშვილმა.
სამი ადამიანი ვინ იყავით თქვენ სააკაშვილი და მერაბიშვილი და იგივე იმათ კითხვაში რომელიც GHN-მა გამოიკითხა არის ასეთი კითხვა რომ რას გულისხმობდაო როცა ხელისუფლებას კაცის მკვლელები ხაზგასმით უწოდა და რა სიტყვის ამ ფაქტებში იგულისხმებოდა თუ არა ამ გახმაურებულ მკვლელობებში ზურაბ ჟვანიას ფაქტი ასეთი არის ის ერთ-ერთი შეკითხვა რომელიც მე არ მინდა სპეკულაცია ამ თემაზე არ დავიწყებ მართლა სპეკულირებას და არ ვიტყვი რომ ეს ასე იყო, ანუ ზურაბ ჟვანია მოკლულია. მე ამის ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მე ვფლობ ერთ ინფორმაციას. რას? რომ მისი გვამი იმ სახლში მიტანილი იქნა. რას ნიშნავს უკაცრავად იქნებ დაგვი კონკრეტულად? მისი გვამი იმ სახლში არ იმყოფებოდა და იქ იქნა მიტანილი. ანუ იგი იმ სახლში არ დაღუპულა გაზით? არ ვიცი. მე ვიცი რომ გვამი იქნა მიტანილი. ვის მიერ იცით ეს ბატონო ირაკლი? არ ვისაუბრებ მე დღეს ამას. მე ვთვლი რომ ძალიან საინტერესოა თავისთავად ეს განცხადება რომელიც ეხა ჩვენ მოვისმინეთ აქამდე არავის არ უთქვამს რომ ზურაბ ჟვანიას გვამი იქნა მიტანილი იმ სახლში კიდევ შეგიძლიათ თუ არა ვთქვათ იგივე ამ თემიდან გამომდინარე ისაუბროთ იმ დავალებებზე ანუ იცით რა მინდა გკითხოთ ვთქვათ თქვენ ამბობთ რომ თქვენ თქვით უარი ამ რაღაც კონკრეტული დავალებების შესრულებაზე მაგრამ იყვნენ თუ არა ადამიანები ან არიან თუ არა ადამიანები თუ კი ისინი ამ დავალებას მიიღებენ რომ შეასრულებდნენ კი რა თქმა უნდა ვინ არიან ის? დღეს ეს არის ახალაიას საკმაოდ კარგად სტრუქტურირებული და ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს. ნებისმიერ დავალებას ოღონდ სააკაშვილის მხრიდან და არა სხვის მხრიდან. და როგორ აპირებთ თქვათ პრეზიდენტს დაუმტკიცოთ რომ მისგან მოდიოდა ეს დავალება. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება. ეს რომ იყოს თქვათ ბრალდება რომელიმე სხვა მაღალჩინოსნის მიმართ შესაძლებელია ასეთი სიმძიმე არ ყოფილიყო, მაგრამ თქვენ საუბრობთ არც მეტი არც ნაკლები საქართველოს პრეზიდენტზე. როგორ აპირებთ რომ დაუმტკიცოთ? არც მე არ ყოფილი ვარ რიგითი ჩინოვნიკი. არც თქვენ არ ყოფილხართ რიგითი ჩინოვნიკი და აქედან გამომდინარე არის სწორედ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო, მაგრამ აი რომ მოხდეს ამ ფაქტების უარყოფა, რომ გამოვიდეს პრეზიდენტი და მან თქვას რომ როგორც დღეს გაკეთდა განცხადება, რომ ეს არის სიცრუე, რომ ოქრუაშვილი იტყუება. როგორ აპირებთ ამის დასაბუთებას? თქვენ როგორ გონით დღეს სააკაშვილი როგორ ხასიათზე? მე ვფიქრობ რომ იგი არ იქნება მაინც და მაინც კარგ ხასიათზე თუ კი გულწრფელი პასუხი გაინტერესებთ ჩემი იმიტომ რომ დღეს ეს განცხადებები გააკეთა მისმა ყოფილმა მეგობარმა მისი გუნდის უახლოესი გარემოცვის თავარმა ფიგურამ როგორ ვფიქრობთ როდესაც ქვეყანაში მასშტაბური ხანძარი ჩდება და იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მიულინებაშია წასული ის ვიზიტს არ წყვეტს და უკან არ ბრუნდება დღეს ქვეყანაში ხანძარია რა ხანძარზე საუბრობთ ხანძარია დღევანდელი მოვლენები ხანძარია და ბუნებრივია რა თქმა უნდა სააკაშვილის ვიზიტის შეწყვეტაზე არ არის საუბარი. დიახ. სააკაშვილის პირში წყალის ჩაღუბება სხვა არაფერია თუ არა შეშინებული ადამიანის პოზაში ყოფნა. თქვენი დღევანდელი განცხადებების ფონზე და მაშინ მე რომ ვიყო ახლა ხელისუფლების წარმომადგენელი და რომ დაგისვათ ასეთი კონტრშეკითხვა თქვენს მიერ პირში წყლის ჩაგუბება იყო თუ არა დანაშაული თუ კი თქვენ თქვათ ფლობდით ამ ინფორმაციას რომ პრეზიდენტი იძლეოდა კონკრეტულ დავალებას კონკრეტული ადამიანების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ამის შეფასება ჩემი პრეროგატივა არის, ამის შეფასება მივანდოთ საზოგადოებას, ამის შეფასება მივანდოთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ხელისუფლება, მაგრამ მე აშკარად და გულახდილად თქვი ის რაც ხდებოდა. ის რის გამოც მე იქიდან წამოვედი. ის რის გამოც მე იქ ვრჩებოდი გარკვეული დროის განმავლობაში. აი ეს იყო მიზეზები, რაც მე მაიძულებდა რომ იქ აღარ დავრჩენილიყავი. და მე გითხარით იმედი ქვეყნის გამთლიანებისა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მე იმ დრომდე იქ დავრჩი. და დღეს ქვეყნის გამთლიანების თემაზე, როდესაც არის საუბარი, ბატონო ირაკლი, აი გნებავთ იგივე თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება ცხინვალთან მიმართებაში და სანაკოევთან მიმართებაში, კარიკატურული ადამიანი, სანაკოევის სახით და ასე შემდეგ. ანუ თქვენ ამბობთ, რომ გაერთიანება ეს იყო ის იდეა, რისთვისაც თქვენ იყავით გაჩუმებული, მაგრამ დღეს, როდესაც მიდის მუშაობა, იგივე სანაკოევის მთავრობა, ირაკლი ოქრუაშვილი ვერ ხედავს ამ პერსპექტივას, რომ ცხინვალის დასაბრუნებელი რეალური მუშაობა მიდის? სანაკოევს მე ჯერჯერობით ვხედავ რომ ერთი ოსი არ განმოუპირებია ცხინვალიდან. გარდა იმ სამი ძმა ქარქუსოვებისა და ერთი პიროვნებისა, რომელიც ტელეკომპანია ალანიაში გადაცემა მიყავს. სხვა მე იქიდან გამოყვანილი ოსი არ მინახია, რომელიც ქართული სახელმწიფოს ერთიანობას ხარს დაუჭერს. ეს ერთი და მეორე. როდესაც მე ვსაუბრობდი შანსის ხელიდან გაშვებაზე ქვეყნის გამთლიანებისა, გულისხმობდი ერთ რამეს. იმ მომენტისათვის იმ მასშტაბის ოპერაციის ჩატარება, რაც მე ვახსენე, საკმაოდ დიდი ალბათობით შედეგის მომტანი იყო. დღეს ამის ალბათობა აღარ არის. იმიტომ რომ იქ შექმნილია საკმაოდ ძლავრი სამხედრო მანქანა, რომელიც ასეთ ფუფუნებას ჩვენ აღარ მოგცემს. ხა რაც შეეხება სანაკოევს. სანაკოევის კამპანიის ორგანიზება რომ მოხდა,
ჩემი მეგობრებიც ბევრი საკმაოდ ჩართული იყვნენ ამაში, რომ სანაკოვი გახდა რაღაც ალტერნატიული პრეზიდენტი. უცბად მეორე დღეს ხალხმა გაიღვიძა და კითხოდასო. კი, მაგრამ ეს ადამიანი ცხინვალში რატომ არ ჩადისო? ანუ ეს იყო ბლეფი და ფიქცია, მეტი არაფერი. ჩვენ ნახავთ, თქვენ ცოცხლებთ ამ ქვეყანაზე საკმაოდ დიდ ხნის განმავლობაში და მეც ვაპირებ ცოცხლეს. ჩვენ ნახავთ რა შედეგს მოიტანა სანაკოვი. აბსოლუტურად არაფერს. თავარი იყო ერთი რამ. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და განსაკუთრებით რუსეთისთვის უნდა დაგვენახებინა, რომ ჩვენ ამ საკითხში ვიყავით პრინციპულები. ამ საკითხში ზიგზაგებით მოძრაობა არ იყო შედეგის მომტანი. ჩვენ დავიწყეთ კამპანია რუს სამშვიდობების საქართველოსთან გაყვანის და ეს კამპანია სათავეშივე ჩაკლა სააკაშვილმა. ტექსტი იქნა შედგენილი მის გაეროში გამოსulis შარშანონა გამოსულიყო თვარწდები კაზაფხულზე, სადაც ის პირდაპირ ახდენდა ამ ხელშეკრულების დენონსირებას, რომლითაც რუსი სამშვიდობები საქართველოში ლეგალურად იმყოფებიან დღესაც. მან ეს ბოლო მომენტში გადაიფიქრა. მაგრამ პარლამენტის მუშაობა ამ შემთხვევაში რუს სამშვიდობოებთან მიმართებაში კარგით, პარლამენტმა დაავალა აღმასრულებელ ხელისუფლებას ამის გაკეთება, მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებამ, ანუ პრეზიდენტმა ეს ბოლომდე ვერ მიიყვანა. არ მიიყვანა. რატომ არ მიიყვანა ბატონო ირაკლი? აი მართლა საინტერესოა, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ აი პრეზიდენტმა არ მიიყვანა, პრეზიდენტის გამო ვერ მოხდა ამ ტერიტორიის უკან დაბრუნება, რატომ? ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი. ისევე როგორც ყველა სხვა საკითხზე საქართველოში გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ერთი ადამიანი. მაგრამ ამ საკითხზე კონსტიტუციურად იღებს ეს ადამიანი გადაწყვეტილებას. ეს არ იყო ქრუაშვილის მისაღები გადაწყვეტილება, ან ბოკერიას მისაღები გადაწყვეტილება. ეს იყო სააკაშვილის მიერ მისაღები გადაწყვეტილება და მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. მე როდესაც მოვდიოდი, კიდევ ერთი წლის განმავლობაში ვიტოვებდი იმედს, რომ ის როგორც მინიმუმ საარჩევნო წლამდე გარკვეული წარუმატებლობის, ქვეყნის შიდა პოლიტიკის შედეგად წარუმატებლობის გამო ამ ნაბიჯს გადადგავდა. მაგრამ ეს აღარ მოხდა. პერსპექტივაშიც ვერ ხედავთ. აი თქვენ ამბობთ, რომ ერთი ადამიანი იღებდა მსგავს გადაწყვეტილებას. საერთოდ აი საინტერესოა რა სიტყვის ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის მართვის სტილზე. როდესაც თქვენ იქ იყავით, მე მესმოდა ასეთი კულუარული ინფორმაცია, რომ იქ იყო 2-3 ადამიანი, ვინც პრეზიდენტთან ერთად იღებდა გადაწყვეტილებას, მათ შორის ერთ-ერთად თქვენ გასახელებდნენ. რეალურად როგორი არის პრეზიდენტის მართვის სტილი? თქვენი ყოფილი მეგობრის, თქვენი ყოფილი თანამოაზრის და საქართველოს პრეზიდენტის, ვინ მართავს დღეს ქვეყანას? აი როდესაც თქვენ ამბობთ, მოდით მე წაგიკითხავთ, თუ შეიძლება საზოგადოება ორ კატეგორიად დაიყო, ჩარეცხილებად და ბრეცხავებად. მოზარდებს მიზანმიმართულად ასწავლიან წინათაობების უპატივცემულობას, ბებიების და ბაბუების 40-50 წლის ადამიანები გაიგივებულები არიან შევარდნაძესთან, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი, არის ქვეყნის მტრად გამოცხადებული. ვინა აი ამ იდეოლოგიის მთავარი, ვინ იღებს მსგავს გადაწყვეტილებას? ბოკერია და სააკაშვილი. ბოკერი არის ყველაზე გავლენიანი ადამიანი. ბოკერია დღეს არის ქვეყანაში მთავარი იდეოლოგი. ბოკერიას იდეების განხორციელება ხდება სააკაშვილის მიერ. ანუ პრეზიდენტი მას ყველაფერში უწევს ანგარიშს გიგა ბოკერიას. მე აღარ მინდა ახლა ძალიან კონსპირაციებში შევიდეთ და რაღაც. არა, უბრალოდ საინტერესოა ვინ იღებს გადაწყვეტილებას, ანუ პასუხისმგებლობას იღებს ეს ორი ადამიანი. ყველაფერზე დღეს თუ კი რამე ხდება ქვეყანაში ცუდი და კარგი. კარგიც ხდება რა თქმა უნდა, ამაზე თვალიან უნდა ახეჭო გადაწყვეტილებას იღებს ორი ადამიანი. ეკლესიის დანგრევის ფაქტზე გადაწყვეტილება მიიღო ბოკერია. ბოლო ფაქტზე, რომელიც აჭარაში მოხდა. საინტერესო განცხადება აქვს, თვლი ეს იყო ძალიან სკანდალური, პრინციპში იყო ძალიან სერიოზული პროტესტი საზოგადოების მხრიდან ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, მოდით მე შეგახსენებთ რევოლუციიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, ჩვენი საზოგადოება გახდა მოწმე გლდანის ეკლესიის დარბევა დავარქვათ, გნებავთ ვასილი მკალავიშვილის დაკავების ფაქტი დავარქვათ, როგორც გნებავთ. ფაქტი იყო, რომ ეკლესიის დარბევა მოხდა. იქ იყო მთელი სპეცნაზი შეიარაღებული, მობილიზებული, იქ იყვნენ სხვადასხვა წარმომადგენლები, მაღალჩინოსნები, ბარამიძე, ადეიშვილი და ასე შემდეგ. სად იყო ამ დროს ირაკლი ოქრუაშვილი და დღეს, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ მიდის გამალებული ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, მაშინ როგორი იყო თქვენი პოზიცია? ამ დროს ფესახში ვიყავი. ამ თემით მე არ ვაპირებ ასევე სპეკულირებას, ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ აჭარაში ეკლესიის დანგრევის შემდეგ გორის საკრებულომ მე ვთხოვე რამდენიმე ჩემს მეგობარს, ამ ინიციატორი მე ვიყავი ამ საკითხის, მიიღო გადაწყვეტილება და ეკლესიის მშენებლობაზე გამოყო 300,000 ლარი. მე შეიძლება ვერ აგიწეროთ სააკაშვილის რეაქცია, რაც მის ოთახში შეგნით ხდებოდა, მაგრამ ის იყო მდგომარეობიდან გამოსული. რატომ არ მოეწონა პრეზიდენტს, რომ ეკლესია უნდა აშენებულიყო, თუ ფული დაენანა? მას არ მოეწონა ის, რომ ქვეყანაში არსებული ასეთი პოლიტიკის ხაზის გამტარებელი ვიღაცა აღარ არის. მას არ მოეწონა ის, რომ მისგან დაუკითხავად ვიღაც ბავშვებმა იქ დადგნენ
და 300,000 ლარი ეკლესიის მშენებლობაზე გამოყეს. დღეს სამწუხაროდ ის ფული სრულად არ არის მიღებული ეპარქიის მიერ და იმ ფულს აღარავინ აღარ მიცემს მათ. ძალიან საინტერესოა, რატომ ესეთი დამოკიდებულება ეკლესიის მიერ? თქვენ დღეს თქვით ბრიფინგზე, რომ იგი მოწინააღმდეგეს ხედავს, იმიტომ რომ ეს არის ავტორიტეტი. კონკურენტს ხედავს. ყველა გამოკითხვაში ეკლესია არის ერთ-ერთი ლიდერი იმიჯის თვალსაზრისით. დიახ. თუ ჩამოვთვლით ინსტიტუტებს, ჯარს, პროკურატურას, სასამართლოს, მედიას, ეკლესია არის ნომერ პირველ ადგილზე. რა თქმა უნდა, ეს მას აღიზიანებს. მე ხშირად მას არ მოწონს, რომ ვიღაცა მის სიდიადეს სჭრდილობს. აი ეს არის ძალიან მარტივი პასუხი. მე ხშირად მიწევდა პრეზიდენტის მხრიდან ისეთი იდეების მოსმენა, როგორიცაა ეკლესიის დანაწევრება, სასულიერო პირების დისკრედიტაცია და ასე შემდეგ. რა გეგმა მზადდებოდა? შეგიძლიათ თქვა, თქვენ კი ამბობთ, რომ არ გინდათ თქვა ეკლესიის თემაზე საუბარი, მაგრამ პირდაპირ ქონდა ახლა ეს დავალებული, ეს რევოლუციიდან დაახლოებით 60 წლებში დაიწყო ეს კამპანია კომპრომატების მოგროვება სასულიერო პირებზე. უშუალოდ სააკაშვილის მხრიდან. რატომ რომ შელახულიყო უბრალოდ ავტორიტეტი, იმიტომ რომ პრეზიდენტს ეშინოდა კონკურენციის? ძალიან მარტივია ამაზე პასუხი. ბატონო ირაკლი, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო განცხადება, რომელიც დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთდა, მე მინდა ესე მივყვეთ რაღაც ის ამონარიდებს გიკითხავ თქვენივე გამოსვლიდან. კორუფცია მხოლოდ მცირე წრისთვისაა დასაშვები სააკაშვილის ოჯახისთვის და მისი უახლოესი გარემოცვისთვის. ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ და მილიონერები გახდნენ. ვინ არიან ისინი? თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ. დღეს როგორ გონიათ სააკაშვილის ოჯახის ქონების კაპიტალიზაცია რა ციფრებში გამოიხატება? არ ვიცი, ნამდვილად ვერ გეტყვით. რამდენიმე მილიარდით. სააკაშვილის ოჯახს აქვს რამდენიმე მილიარდი? ის მithქმა მოთქვა რკინიგზაზე. რაც იყო აქამდე. ხო დავწმუნდით, რომ ჩვეულებრივი ბლეფი აღმოჩნდა, მაგრამ რკინიგზის მოსაკუთრე აღარ არის სახელმწიფო, არის ვიღაც კომპანია. იქნებ ფაქტებით ვისაუბროთ. ეს კომპანია ეკუთვნის რეზო შარანგიას, რომელიც არის სააკაშვილის კარის ბიზნესმენი. კომპანია ბილაინი 59%, 49 არა უკაცრავად 40% ეკუთვნის სააკაშვილს. კომპანია რუსთავი 2 ასევე ეკუთვნის სააკაშვილს. თუმცა ერთი პერიოდი ეკუთვნოდა ირაკლი ოქრუაშვილს, კომპანია რუსთავი 2, უпростоრით ირაკლი ოქრუაშვილის პარტნიორს, ქიბარ ხალვარს, რომელსაც პარტნიორს არ. აბა ვინ იყო თქვენ? ის ჩემი მეგობარი. მეგობარს გნებავთ დავარქოთ, მაგრამ მას დღეს სერიოზული პრობლემები შეექმნა ბიზნესის თვალსაზრისით. ეს მეორე თემა, ეს არის ზუსტად იმ ფაშიზმის გამოვლენა, რომელიც ვახსენე, რომ საქართველოში ადამიანებს ძევნიან მათი განსხვავებული პოლიტიკური შესაძლო ორიენტაციის გამო. დღეს მისი ბიზნესის დატერორება, ესე ვიტყოდი, არ იყო მხოლოდ და მხოლოდ გაკეთებული იმის გამო, რომ სიტყვაზე ხალვაშმა ხვალ ოქრუაშვილის გარკვეული ფინანსური დახმარება არ აღმოუჩინოს პოლიტიკაში, გაკეთებული იყო უფრო მეტად იმის გამო, რომ სხვა ბიზნესმენებისთვის დაენახებინათ. რომ ვინც პოლიტიკაში ფულის ჩადებას გადაწყვეტ, არახელისუფლების სასარგებლოდ ყველა ესე დაიჯდებით. ერთი კითხვა მინდა კიდევ დაგისვათ აი ამ კორუფციასთან მიმართებაში, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ პრეზიდენტის ოჯახი არის რამდენიმე მილიარდის მფლობელი. როგორ ხდება ამ ფულის პრეზიდენტამდე მისვლა? ძალიან შეიძლება ერთ რამეს შევთავაზოთ, რომ დღევანდელი გადაცემაში არ დავიხარჯოთ მთლიანად. არა, არ დავიხარჯოთ, კი ბატონო, უბრალოდ საკმაოდ ბევრი საინტერესო დოკუმენტის მხილველი გახდება საზოგადოება, თუ ამის საშუალება იქნება. ძალიან საინტერესოა, უბრალოდ, კარგით, არ დავიხარჯოთ, ბოლომდე ნუ გაიხსნებით, მაგრამ მე უბრალოდ მინდა გკითხოთ, რომ აი რა ფორმით ხდება პრეზიდენტის მხრიდან აი ამ ფულის კეთება, ანუ მილიარდებზე საუბრობთ. თავდაცვის სამინისტროს გაზრდილი ხარჯები, ძირითადად იხარჯება იარაღის შესყიდვებში და დღეს იარაღის მთავარი შემომტანი საქართველოში გახლავთ პრეზიდენტის ბიძაშვილი ნიკა ალასანი. თუმცა მე მსმენია ასეთი ხმები და ამაზე პრესა ძალიან ბევრს წერდა, რომ იგივე თავდაცვის ფინანსებთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი კითხვა თქვენთან მიმართებაში. ისრაელიდან ჩამოტანილი ყველა იარაღის ტრანზაქცია არის უშუალოდ ამ ადამიანის მონაწილეობით შესრულებული. და თქვენ ახლა დამაჯერებთ, რომ ისამაში საკომისიოს არიღებს. და თქვენ როდესაც იარაღის შეძენა თქვენ თავზე გქონდათ აღებული, ამით არ გამდიდრებულა ირაკლი ოქრუაშვილი. კონტრშეკითხვა. მოდით ესე ვთქვათ, კი. ჩემი თანამდებობიდან წამოსვლის დაახლოებით 2 თვის თავზე აშკარა კამპანია დაიწყო ჩემი დისკრედიტაციის. ეს ჯერჯერობით ჩანდა მხოლოდ ბეჭდვითი მედიის დონეზე, შემდეგ უკვე გადავიდა ტელევიზიების დონეზე. გამოჩნდა რაღაც მილიონერების სია, სადაც მე მგონდა დაახლოებით 250 მილიონი დოლარი, თუ არ ვცდები. რამდენი მილიონი გაქვთ წინამდელში? არნაირი მილიონები მე არ მაქვს, მაგრამ მილიონები თუ ჩვენ ფასეულობას არა ფულს, არამედ სხვა რამეს ვიხმართ, ალბათ მაქვს.
ჩემი მილიონები, ჩემი მეგობრები არიან, ჩემი მილიონი, ჩემი ოჯახია. ჩემი თავარი ფასეულობა არის ჩემი ღირსება და ჩემი ადამიანობა. ამაში შეგიძლიათ ძალიან ბევრი მილიონი დამიწეროთ. თავს არ ვიქებ რა თქმა უნდა. და თქვენ არ გამდიდრებულ ხართ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ? ივანა, აქამდე. კი ბატონო. და ეს კამპანია და მე ძალიან მარტივად ახლა რა თქმა უნდა არ ყოფილი ვარ რაღაც რიგით ჩინოვნიკი, დღემდე მაქვს ჩემი გარკვეული წყაროები. ძალიან მარტივად აღმოაჩინე დღეს რომ ეს სია შედგენილი იყო უშუალოდ სააკაშვილის კაბინეტში, მისი და მერაბიშვილის მიერ. და იმ სიაში მე მგონი არც ერთ ისეთ პიროვნებას ვერ ნახავდით, ვის მიმართაც ოდნავ კითხვის ნიშანი მაინც გაჩნდებოდა, საიდან აქვს ამდენი ფული, გარდა ოქროაშვილის. მე მგონი ამაში დამეთანხმებით. მეორე დღეს ეს სია იბეჭდება ბეჟუაშვილის გაზეთში. რომელია ბეჟუაშვილის გაზეთი? Georgian Times. ბეჟუაშვილის გაზეთში და ამით ხდება აფიშირება, რომ ოქროაშვილი მილიონერი. უნებრივია, ჩვეულებრივ ადამიანს უჩდება კითხვა, საიდან აქვს ამ ადამიანს ამდენი მილიონი. ეს იყო ეს ემსახურებოდა ერთ-ერთ მიზანს. ნელ-ნელა მომხდარიყო ჩემი დისკრეტაცია და ჩემთვის ყოფილიყო გამოგზავნილი, პატარა გზავნილი, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაც დავდოთ. დაახლოებით ბოლო 6 თვეა მოლოდინი იქნება ჩემი პოლიტიკურ არანაზე გამოჩენის. დიახ. როგორ ფიქრობთ, რამე რო ქონდა ხელისუფლებას დადებდა? თუ არ დადებდა? პრინციპში ოფისთან დაკავშირებით უკვე ერთი კვირა სკანდალი მიდის, მილიონზეა, ხო, მილიონ ნახევარი. ოფისზე გადავალთ, არაფერი მილიონ ნახევარზე იქ არის საუბარი, ჩოლობრივ ბლეფი ამეთი არაფერი. ჩემს ზურს უკან. რამე რომ ყოფილიყო. მე დღეს ამ განცხადებას გავაკეთებდი, როგორ ფიქრობთ? რა ვიცი, შეიძლება ხვალ გააკეთონ განცხადება, რომ იყო და არ უნდათ ამის გამოაშკარავება, მაგრამ აი ახლა ფილმები აქვს გადაღებული, როგორ მტარვალი ვარ, როგორ დავანგრიე ქვეყანა, როგორ მოვკალე კენედი, როგორ მოვკალე კიდევ ვიღაც განდი და ასე შემდეგ. და სად არის ეს ფილმები? ამას აჩვენებენ. თქვენი კოლეგა ტელეკომპანიების მეშვეობით. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, იყავით გულწრფელი, როდესაც საუბრობთ თქვა ხვების მილიონებზე. ირაკლი ოქროაშვილის ფული არ უშოვია ხელისუფლებაში ყოფნისას. სულ საუბრობენ იმაზე, რომ ძალიან გამდიდრდა ბევრი, მათ შორის ერთ-ერთი პირველი ირაკლი ხელისუფლებაში ყოფნისას ფული არ უშოვია. მარტივ კითხვას დავსვა. როდესაც ნაციონალურ მოძრაობაში მივედი მე. მაშინ მე გარკვეული შემოსავლები მქონდა და არ ვიყავი ბოკერიას და მერაბიშვილისნაირად ფინანსურ მდგომარეობას გულისხმობ. რას ნიშნავს ბოკერიას და მერაბიშვილის? ფინანსურ მდგომარეობას გულისხმობ. მე მქონდა ჩემი დამოუკიდებელი შემოსავლის წყაროები, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ადვოკატი ვიყავი და მქონდა გარკვეული ბიზნეს წყაროები იმისათვის რომ ასევე ნაციონალურ მოძრაობას გარკვეული შემოსავლებით დავხმარებოდი და მე არასდროს ფინანსური პრობლემები არ მქონია. განსხვავებით ბოკერიასა და მერაბიშვილისგან. ისინი სწორედ რომ ცალ-ცალ გალოშით მოვიდნენ ხელისუფლებაში. და დღეს მილიონერები არიან? კი. მერაბიშვილიც და ბოკერიაც? ბოკერიას მამის გონება როგორ გონიათ რა თანხებით გამოიხატება დღეს? რა თანხებით გამოიხატებოდა დაახლოებით 3-4 წლის წინ. არ ვიცი, შეუძლებელია ჩემი მხრიდან ამაზე ზუსტი პასუხის მოწმობა. დღეს აღარ გვიდგა სპეკულაციები ამ თემაზე, მაგრამ საკმაოდ ანუ ესენი არიან ის ადამიანები, ვიზეც თქვენი საუბრობთ საკმაოდ კარგად ჩანს ზედაპირზე თუ ადამიანი მოინდომს და დააკვირდება რა ხდება ხელისუფლებაში, რადონის გახსნილობა და რადონის კორუფცია, იმას რომ ეს დოკუმენტალურად დაინახოს. კარგით, მაშინ დოკუმენტალურად დაანახვაზე, როდესაც საუბრობთ, რა სიტყვით იმ დოკუმენტაციის შესახებ, სადაც თქვენ გედავებიან, იგივე ვთქვათ, ტელევიზიები პირველად ეს დაიბეჭდა ალიაში, გეთანხმებით, შემდეგ იყო რუსთავიორით გავრცელდა ეს ინფორმაცია ალიას წერილის მიხედვით. არის საუბარი იმაზე, რომ ირაკლი ოქროაშვილი წერია ნომერ პირველი იმ სიაში, ვინ შეიძინა ოფისი 250,000 არის დაფიქსირებული, სინამდვილეში დამალული არის, აქ ხო მილიონზე მეტ თანხაზეა საუბარი. საიდან ეს საუბარი და არა ფაქტი. 250,000 არ ეღირებოდა თქვენ როგორ გონიათ? დიახ. ჩვენ მაგალითად ვერ შეძლებდით ამ ოფისის გაფორმებას ვინმე სხვა ადამიანს. სხვაჯერს ეგ კითხვაც გაჩნდა. რას ნიშნავდა რომ ოქროაშვილი, ქარელი და ასე შემდეგ ხელმომწერები ამ დოკუმენტს? იმ დროს, როდესაც ჩვენ ამ ოფისის ყიდვას ვაპირებდით, მაშინ რეალურად გადაწყვეტილება მე მიღებული მქონდა რომ მე პოლიტიკურ აქტივობას ვაპირებდი. დიახ. ამისთვის საჭირო იყო ბუნებრივია გარკვეული შენობა. მე ვთხოვე ამ ადამიანებს შეკრებილიყავით და ჩემი აზრი გავაცანი. ესენი არიან ყველაზე უახლოესი განმოცვა ჩემი. მე ვთხოვე ამ ადამიანებს რომ ესეთი საშუალება იყო შენობის შეძენის და ვისაც რამდენი საშუალება ექნებოდა დაახლოებით ვიცოდი რა თქმა უნდა ვის თანაზოგი ქონდა. აქ საუბარი არ არის რაღაცა არალეგალურ თანხებზე. ყველა ამ ადამიანების უმეტესობა ჩინოვნიკი იყო და სახელმწიფო თანამდებობიდან გამომდინარე გარკვეული დეკლარაციის შევსება ევალებოდა. ყველა ადამიანმა თავისი გარკვეული თანხა მოიტანა.
ეს ოფისი შეძენილი იქნა ზუსტად იმ თანხად, რაც თანხას დაფიქსირებულია ხელშეკრულებაში. მაგრამ ერთი არასერიოზული ფაქტია მთელ ამ ჩვენება დღევანდელი რომელიც გავრცელდა. თქვენ როგორ გონიათ ადამიანი მიდის საფინანსო პოლიციაში, საგადასახადო სამსახურში და იძახის მე ჩავიდინე დანაშაული და ამისთვის ოქრუაშვილი დასაჯეთ. გადასახადები მინდა მალა ოქრუაშვილმა თუ იმან თუ მართლაც ასე იყო ეს ყველაფერი. არა, ნუ დამალა ალბათ იმან, ვინც გაყიდა, მაგრამ ოქრუაშვილმაც ასევე დამალა, ნუ რაღაც თანხები არ გადაიხადა. რა უნდა გადამეხადა? უпростоით არ დააფიქსირა ამ დოკუმენტალურად. გადასახადის განახვდელი იყო ის ადამიანი და მართლაც ალოგიკური ადამიანი იძახდეს რომ მე ჩავიდინე დანაშაული და დასაჯეთ. მას რა მოხდა თქვენი აზრით? არაფერი. ამ ადამიანს ის არის ჩვეულებრივი ბიზნესმენი, მე სულ ერთხელ ნახე. აქვს საკმაოდ ისეთი კარგი ბიზნესი და ბუნებრივია ამ ბიზნესის დაკარგვის საფრთხე რომ გაუჩნდა. თქვა ის რაც უთხრეს რომ უნდა ეთქვა. მეტი არაფერი. გასაგებია. ერთი კითხვა მინდა კიდევ დაგისვათ, მე ისევ მინდა მიუბრუნდე კორუფციის თემას. კორუფციასთან საუბრისას თქვენ კონტექსტში გაიხსენეთ ფაქტი, როდესაც იყავით შინაგან საქმეთა მინისტრი და დააკავეთ პრეზიდენტის ბიძა. რა სიტყვის ირაკლი ოქრუაშვილი ამ ფაქტზე? ეს იყო ასევე ძალიან სკანდალური განცხადება, იმიტომ რომ ჭორის დონეზე მუდმივად საუბრობდნენ ერთი პერიოდი, მაშინ თქვენ სხვა შორის ძალიან გავლენიანი ფიგურა იყავით ამ ხელისუფლების, რომ ალასანია აკონტროლებდა ძალიან ბევრ რაღაცას საქართველოში, მაგრამ შემდეგ ეს თემა დაამთავრდა ჭორის დონეზეც კი. იქნებ მოგვიყვეთ პირდაპირ ეთერში, სად მოხდა ეს ფაქტი, სინამდვილეში რა მოხდა? შეიძლება მე თარიღი ზუსტად ვერ გავხსენო, კონკრეტულ საქმის მასალებშიც ჩანს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ეს ფაქტი მოხდა პეროსკაიაზე რესტორან სანტა-ფეში. ეს ადამიანი $200,000 ძალავდა ფეროში ნდობთა ქარხნის ზესტაფონის ფეროს თუ არ ვწდები სამეთვალყურო საბჭოს წევრს ვინმე კაპანაძეს. დიახ. როგორ თვითონ თემურ ალასანია იჯდა მოლაპარაკებაში? კი, სუფრაზე იჯდნენ ეს ორი ადამიანი, ეს თანხა იქნა გადაცემული მისთვის, ამ დროს მოხდა მათი დაკავება, თემურ ალასანია მას პირდებოდა რომ არანაირი წილების არევას განმარტავრას გულისხმობ. არანაირი წილების არევა არ მოხდებოდა თუ მას ამ თანხას გადაუხდიდნენ. ეს იყო ის დრო, როდესაც ფეროს პრივატიზაცია მზადდებოდა და ფაქტიურად იმ ავსტრიული კომპანიას, რომელსაც წარმოადგენდა ეს პიროვნება, უწევდა გარკვეული წილის დათმობა სახელმწიფო სასარგებლოდ. თემურ ალასანია არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ძალიან ბევრ შემთხვევაში ადამიანებს ეგრეთ წოდებული კრისის გაკეთებას თავაზობდა. თქვენ იცოდით რომ ეს იყო პრეზიდენტის ბიძა? იცოდით და მაინც მოხდა მისი და იგი აიყვანეთ პატიმრობაში? არა. რატომ? ის დააკავეს ადგილზე. ბუნებრივია ეს რომ მოხდა მე. დაურეკე ხომ კონკრეტულ იმაზე არ არის საუბარი, რესტორნიდან წაიყვანეს თუ არა, მაგალითად წინასწარ დაკავების საკითხში. ადგილზე დაკავებული ყავდათ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მე დაურეკე პრეზიდენტს და უთხრა რომ ესეთი შემთხვევა იყო. თქვენგან გაიგო მან რომ ბიძა მისი იყო დაკავებული და როგორი იყო მისი რეაქცია? საკმაოდ შვიდი, მაგრამ მითხრა რომ უნდა გამეშვა. სხვა რას მეტყოდა როგორ გონიათ? და თქვენ გაუშვით. გაუშვი. რატომ ბატონო ირაკლი, აი დღეს ყველა თუ კი ვინმე აკრიტიკებს ირაკლი ოქრუაშვილს, სვამს ამ კითხვას, რატომ ეხლა ამბობს, რატომ არ გააპროტესტა მაშინ, რატომ არ გამოვიდა მაშინ ირაკლი ოქრუაშვილი, რატომ არ თქვა რომ ხალხო ბიძა დავაკავე და გამოთავისუფლე? ამაზე მე ვთქვი და აღარ გამნეორდები. არა მარტო ამ ფაქტის გამო, ბევრი სხვა ფაქტის გამო, რის გამოც მე დღეს უხერხულ მდგომარეობაში ვარ. თვალს ხუჭავდი იმის გამო რომ მქონდა იმედი რომ ჩვენ ქვეყანას გავამთლიანებთ. აი ეს არის ჩემი პასუხი. ამ შემთხვევაში როგორც იურისტს მინდა კითხო, თუ კი დანაშაულზე არის საუბარი და ვთვლით რომ ესაა ძალიან სერიოზული დანაშაული, ხო? პასუხისმგებელი ყოფილი გენერალური პროკურორი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი რადოზით არის? ალბათ სამართლებრივადაც მაინტერესებს. დიდით? კარგით, ბატონო ირაკლი, რეკლამა უნდა გამოაცხადო ეთერში. რეკლამის შემდეგ მე მინდა დაპატიმრებების და კორუფციის თემა გავაგრძელო და თქვენ წეგან ახსენეთ, რომ ის ადამიანები, ვისაც ხელი აქვსო იქ მოწერილი, ჩემი უახლოესი მეგობრები არიან, ჩემი გარემოცვალო, ასე თქვით. მათ შორის ერთ-ერთი ქარელი სკანდალური დაპატიმრებით, დიმიტრი ქიტოშვილი დღევანდელი დაპატიმრებით. არა, მე უბრალოდ კითხვა მინდა დაგისვათ, ამბობენ რომ იგიც მისი დაპატიმრებაც გარკვეულწილად შესაძლოა უკავშირდებოდეს ირაკლი ოქრუაშვილს. სწორედ ეს არის თქვენი ოპონენტების და ყოფილი თანაგუნდელების ბრალდება, რომ ირაკლი ოქრუაშვილი და მისი მეგობრები უპირისპირდებიანო ანტიკორუფციულ ქმედებას.
Ფაშასე ჩვენ ვართ კვლავ ღია ეთერში და პირველად საუბრობს ამ თემებზე ირაკლი ოქრუაშვილი. ვფიქრობ თემები, რომელზეც იგი პასუხებს, რომელზეც იგი საუბრობს არის საკმაოდ სკანდალური. მე აღარ გავიმეორებ და რაღაც პატარა რეზიუმეს არ მივცემ წინა ბლოკში მის ნათქვამს, თუმცა ალბათ თქვენ ყველაფერს ისმენთ. დასკვნას ალბათ მაყურებელი გააკეთებს, თავად მოიპოვებს თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი ხალხის ნდობას ჩვენს მიერ დასმულ ინტერაქტივზე. ჯერჯერობით პასუხები 100 არის გადანაწილებული, 67%-ზე მეტი ამბობს რომ კი თუ შეიძლება მე 62% ამბობს რომ მოიპოვებს, დანარჩენი 37% ამბობს რომ არა. აი საინტერესოა ცოტა მოგვიანებით მე მინდა გკითხოთ რას შესთავაზებთ თქვენ ხალხს, რას შესთავაზებთ იგივე ოპოზიციას რომ თქვენი პარტნიორები გახდნენ, მაგრამ მანამდე თემა რომელიც დაისვა შეკითხვა რეკლამამდე. აი როდესაც თქვენ საუბრობთ დაპატიმრებებზე და ასე შემდეგ, იგივე მიხეილ ქარელი, თქვენი მეგობარი, დღეს კორუფციის ბრალდებით არის დაპატიმრებული. გავიხსენოთ გორის ამბები. დღევანდელი სკანდალი დიმიტრი ქიტოშვილი, რომელზეც ამბობენ რომ ასევე თქვენი მეგობარია. რა სიტყვის ირაკლი ოქრუაშვილი, თქვენი ოპონენტები ამბობენ რომ თქვენ სწორედ აი ამითი გაღიზიანდით და იგრძენით რაღაც პირადი საფრთხეები. მე მგონი ბოლო 6 წლის განმავლობაში რა მithქმა-მოთქმაც დამალულიც იყო. ჩემს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენასთან დაკავშირებით მაშინ ესეთი რაღაცები არ ხდებოდა. ანუ ეს არ იყო გამსაზღვრელი ჩემი გამოჩენის. ეს ჩვეულებრივი სისულელეა, მეტი არაფერი. რაც შეეხება ამ ადამიანებს, ეს ადამიანები მე დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გასცემენ თვითონ. გასცემენ ღირსეულად პასუხს იმ ბრალდებებს, რაც მათ აქვთ საყენებული. ჩვენ არ გამოუჩენილი ვართ სააკაშვილთან საკინკლავთ. ჩვენ არ გამოუჩენილი ვართ კომპრომატებით საუბრად. ჩვენ არ გამოუჩენილი ვართ იმისთვის, რომ ვიღაცას დავანახოთ, რომ ესენი ძალიან ცუდები არიან. ჩვენ გამოჩდით რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი მთავარი ეს არის რომ ქვეყანაში აღვირი ახსნილობა უნდა შეწყდეს. ქვეყანაში განსაკუთრებით აღვირი ახსნილობა უნდა შეწყდეს სახელმწიფო უწყებების მხრიდან, სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან. ჩვენ უნდა შევძლოთ რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი, მაგრამ არა მხოლოდ ტერიტორია. ჩვენ უნდა შევძლოთ რომ აფხაზეთს რომ დავიბრუნებთ ამ ტერიტორიაზე იცხოვრონ ღირსეულად ქართველები. როგორ წარმოგიდგენიათ? სხვა შორის ერთ-ერთი კითხვა იმათ კითხვაში ესეც არის ძალით თქვენ ომის მინისტრს გეძახთ. ჩვენ უნდა შევძლოთ რომ ქართველი კაცი წელში გამართული დადიოდეს ქვეყანაში. და როდესაც ჩაულის იმ სასტუმროს, ზოგადად საუბრობდით. შურის თვალით არ გაიხედოს იმ ადამიანის მისამართით, ვისაც იქ ცხოვრების საშუალება ექნება, თუ ამ ადამიანს ამის საშუალება არ ექნება. დღეს ქვეყანაში არის დიდი შიში და თესილი. ჩვენი შეთავაზება ოპოზიციის მისამართით იქნება ესეთი. მე მზად ვარ თუ კი სადმე რამე წენა ყოფილა. ჩვენი შეთავაზება იმ პოლიტიკური ჯგუფების მიმართ, ვისაც გარკვეული ნდობა გააჩნია ხალხში, არის ესეთი, რომ ჩვენ მზად ვართ დავივიწყოთ ყველა წენა თუ კი რამე ესეთი არსებობდა და ურთიერთობა დავიწყოთ სუფთა ფურცლით. დავიწყოთ კამპანია, მთელი საქვეყნო კამპანია, ქვეყნის მასშტაბით კამპანია შიშის საწინააღმდეგოდ. კონკრეტულ ქალაქში, კონკრეტულ სოფელში, კონკრეტულ რეგიონში. ადამიანი, რომელიც არის ხელისუფლების ჯალათი, ადამიანი, რომელიც არის ხელისუფლების აი ამ პოლიტიკის შიში დანერგვის გამტარებელი. იმ ადამიანების წინააღმდეგ დავიწყოთ კონკრეტული კამპანია. ჩვენ რესურსებს, ჩვენი რესურსების მობილიზაციას ამისთვის მოვახდენთ. სხვანაირად, ნუ რა ვიცი მექნება ილუზია, რომ ჩვენ 2008 წლის არჩევნებამდე ეს ხელისუფლება მიგვაწევინებს. რა საფრთხეებს ებას ნიშნავს მიგვაწევინებს? როგორი იქნება მათი დამოკიდებულება თქვენს გასანეიტრალებლად? ჩვენი ბრძოლის მეთოდები არის პოლიტიკური და სხვა არაფერი. ჩვენი ბრძოლის მეთოდები ორიენტირებული იქნება არჩევნებზე. ჩვენი მთავარი ფასეულობა გახლავთ თავისუფლება. დასავლური ღირებულებების მთავარი ფასეულობა ასევე გახლავთ თავისუფლება. დღეს თავისუფლება ყველა მისამართით, ყველა სფეროში არის შეზღუდული. ჩვენ ეს ღირებულებები უნდა აღვადგინოთ და სწორედ ეს იყო დაკვეთა ქართული ხალხის. ჩვენ ხვალ 2 საათზე ვაცხადებთ ჩვენი მხარდამჭერების მიღებას, მობილიზაციას ჩვენ სოფიში, ველოდებით ყველას, ვისაც კი მართლაც უნდა შემოვერთდეს სამოძრაობას. ბევრ ხალხს ელით ბატონო ირაკლი. ნახოთ. წიწილებში შემოდგომაზე ითვლიან.
ციცილების შემოდგომაზე ითვლიან, მე გეთანხმები, თუმცა ალბათ ძალიან ბევრს გაახსენდება, რომ თავის დროზე სწორედ იგივე განცხადებები ისმოდა დღევანდელი პრეზიდენტის მხრიდან. ერთი კითხვა, რომელიც აი ამათ კითხვაში არის, თუ შეიძლება, როგორ წარმოუდგენიაო ირაკლი ოქრუაშვილის კონფლიქტური რეგიონების დაბრუნება ძალის გამოყენების გარეშე. მე წეღან თქვი თავის დროზე თქვენ გეძახდნენ ომის მინისტრს. აი თქვენი ხედვა ოპოზიციას დიალოგს თავაზობთ, გასაგებია, მაგრამ აი იგივე ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც როგორც ამბობ თქვენთვის იყო ნომერ პირველი, რის გამოც ამდენი ხანი იყავით ჩუმად. როგორ წარმოგიდგენია თქვენ ცხინვალის პრობლემის მოგვარება და ნებისმიერ საქმეში, ნებისმიერ ბრძოლაში, სადაც შედიხარ, არის ერთი დაუწერელი კანონი. უნდა იყო პრინციპული და მხოლოდ პრინციპული. პოზიციის ხშირად ცვლა აქმულია მოწინააღმდეგის მხრიდან შენ სისუსტედ. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ამ საკითხებში მუდმივად ვიცვლიდით პოზიციას. ვერ მივახციეთ ერთ თავარ რაღაცას. მოგვეშალა ის ინსტრუმენტი, რის იმეშეობითაც საქართველოში დღეს ლეგალურად იმყოფებიან რუსი სამშვიდობოები, რომლებიც არიან თავარი წინაღობა აი ამ პრობლემის გადაწყვეტისა. მე მგონი ამით ყველაფერი ვთქვი. და კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, არის თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი მზად რომ შეხვდეს ხალხს და ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს გაუჩნდეს თქვენს მიმართ, აი ესე ღიად მას გასცეთ პასუხი. რა თქმა უნდა, მე ამისთვის მზად ვარ და შეგვიძლია მეორე ფორმატიც გამოვიყენოთ. თქვენ მოგროვეთ ეს კითხვები და თქვენსაც შემიძლია ამაზე პასუხები გაცეთ. კი ბატონო, კიდევ ერთი კითხვა მინდა წეღან დააგისვით ეს შეკითხვა, აი როგორ ფიქრობთ თქო, რას დაგიპირისპირებთ ხელისუფლება, რა გზით, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ თქვენ როგორც თქვენ თქვით, მოვაცილოთ ეს უწმინდური ხელისუფლება, ან ეს უწმინდურები ხელისუფლები. აქ არ არის საუბარი არანაირი ძალადობის მეთოდების გამოყენებაზე, აქ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ მეთოდებზე. ქვეყანა დამატებით რყევებს ვეღარ გადაიტანს. და ეს ჩვენ კარგად გაცნობიერებული. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ცივილურ პოლიტიკურ მეთოდებზე. არჩევნებში დააყენებს თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ კანდიდატურას პრეზიდენტ სააკაშვილის მეტოქეთ? ანუ მიიღებთ თუ არა მონაწილეობას? მიიღებთ თუ არა მონაწილეობას? ანუ იქნებით თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, როგორ ფიქრობთ? მივიღებთ მონაწილეობას ისევე როგორც 1.600.000 დაახლოებით ქართველი. მივალ საარჩევნო ყუთთან ჩემ პოზიციას დავაფიქსირებ. კი, მაგრამ კანდიდატურის დაყენებაზე არ გიფიქრიათ? ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. კარგით, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ და მე მინდა კიდევ ერთი კითხვა დაგისვათ ჩვენი უკვე გამრელი თემებიდან. როდესაც თქვენ საუბრობდით ეკლესიაზე, მე უბრალოდ წავმიტივტივდა ახლა ეს შეკითხვა ხელახლა. იყო თუ არა, სულ მუდმივად არის ხოლმე მოარული ხმები პატრიარქთან მიმართებაში, იყო თუ არა რაიმე გეგმა სწორედ აი ამ მიმართულებით, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ იდებოდა გეგმები ეკლესიის დანაწევრება, როგორ უნდა მომხდარიყო რაღაც კომპრომატების შეგროვება სასულიერო პირებზე, შედიოდა თუ არა ამ გეგმებში რაიმე პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული. არაფერი მსგავსი თქვენ არ მოგისმენიეთ. კარგით, ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ მას არ სურს დღეს გახსნას ყველა კარტი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მან ძალიან ბევრი საინტერესო განცხადება გააკეთა და მე მინდა ბოლოს თქვენთან საუბრის ბოლოს ასეთი კითხვა დაგისვათ, რას ეტყოდი დღეს, აი რევოლუციიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ. ხალხს, რომელმაც ირაკლი ოქრუაშვილი ყველაზე გავლენიანი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ხელისუფალი იხილა ოპოზიციის ასეთ ლიდერად, ასეთ რადიკალურ ლიდერად. ჩვენ ვიქნებით თქვენი დამცველები, და ჩვენ შედეგებს მივაღწევთ თითოეულ უსამართლოდ დაჟილ ადამიანს, თითოეულ ქონება წართმეულ ადამიანს. ჩვენ ვპირდებით, რომ ჩვენ ამ ქონებას დაუბრუნებთ. დაუბრუნებთ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ. თავარი რამ, რაც მთელმა საზოგადოებამ, მთელმა ხალხმა უნდა გაანალიზოს, არის ერთი. კიდევ ერთხელ არ აღმოუჩნდეთ მოტყუებულები. კიდევ ერთხელ არ აღმოუჩნდეთ იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც საარჩევნოდ სულ სხვა პრინციპების დეკლარირებას ახდენს და ცხოვრებაში სხვა რამეს აკეთებს. არ გაგვიცრუდეს იმედი იმისა, რომ არჩევნები შეიძლება ხელისუფლების შეცვლა. აი ეს არის ჩემი ბოლო სათქმელი. კარგით, არ ვიცი, ალბათ უნდა დავამთავროთ, მე როგორც ვატყობ, თქვენ აღარ აპირებთ დამატებით რაიმე ინფორმაცია კიდევ გითხრათ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს მიერ გაკეთებულ დღევანდელ განცხადებებზე უკვე ხვალიდან წამოვა ალბათ ახსნა განმარტებები და თქვენ ალბათ ელით იმას, რომ წამოვა საკმაოდ მწვავე კრიტიკული განცხადებები თქვენი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან და სულ ბოლოს არსებობდა ასეთი ინფორმაცია, რომ ოღონდ ვერ ვიხსენებ ეს ბალავაძე როდის იყო ჩემი თანაგუნდელი, საერთოდ ეგ ბინონება არც მახსენდება. და როგორ მოხდა მაშინ სიაში? ძალიან ბევრს ვერ ვიხსენებ სხვა შორის, ახლა გვარებს რო გითხულობ ხომ.
კარგით, ბალავაძე ალბათ გაგახსენებთ კიდევ რამდენჯერმე თავს, ყოველ შემთხვევაში მან თქვენი პარტიის ერთ-ერთი წევრი ერთხელ უკვე გადააქცია კვირის მთავარ გმირად და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ ბატონო ირაკლი, იყო თუ არა პრეზიდენტის მხრიდან მთელი აი ამ პერიოდის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მან გააკეთა განცხადება, რომ ოქრუაშვილი მიდიოდა სასწავლებლად, აი იქიდან მოყოლებული დღემდე რაიმე მცდელობა რომ დაებლოკა მას თქვენი მობრუნება ოპოზიციის ლიდერად, თქვენს მიერ პარტიის შექმნა. გთავაზობდა თუ არა მართლა პრემიერ-მინისტრის პოსტს, იყო თუ არა მართლა ასეთი მოლაპარაკება თქვენი მხრიდან, რომ თქვენ თანახმა იქნებოდით, თუ კი წავიდოდა მთავრობიდან მერაბიშვილი და მისი გუნდი. მე დროების ჟურნალისტებს ამ კითხვებზე პასუხი გავაცეთ და მომდესაც კვირისთვის შემოვინახოთ. კარგით, მოკლედ ირაკლი ოქრუაშვილმა მაგარი ინტრიგა დაგვიტოვა, დანარჩენს ალბათ უკვე დროებაში მოვისმენთ. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მე მესმოდა, რომ აი სწორედ რეაქციაში გაკეთებული განცხადების შედეგიაო ოქრუაშვილის წასვლა თანამდებობიდან, რომ 2007 წლის 1 იანვარს ჩვენ შევხვდებით ცხინვალში, თუმცა როგორც აღმოჩნდა ქართული პოლიტიკისთვის ეს განცხადება ძალიან სერიოზული განცხადება ყოფილა. გისურვებთ წარმატებებს, ვნახოთ რა გზას გაივლის ოქრუაშვილი დღეიდან არჩევნებამდე. ძალიან დიდი მადლობა, მე კი მაყურებელთა ერთად შევაფასებ ჩვენს დღევანდელ ინტერაქტივს. ჩვენს მიერ იყო დასმული ასეთი შეკითხვა, როგორ ფიქრობთ, მოიპოვებს თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი ხალხის ნდობას? მაყურებლის პასუხები ასე არის გადანაწილებული. 71% და 9 ამბობს, რომ მისი აზრით ირაკლი ოქრუაშვილი მოიპოვებს ხალხის ნდობას, 28 და 1 კი ფიქრობს, რომ არა. ვნახოთ ბოლო პერიოდში ინტერაქტივის სხვა შორის თქვენ სასარგებლოდ ნაწილდება ეკახოფერიას გადაცემაში ამასწინათ იყო დასმული ასეთი შეკითხვა, დაუჭერდით თუ არა მხარს ოქრუაშვილს, მაშინ მაყურებლის 61%-მა თქვა, რომ დაუჭერდა. როგორც ჩანს, დღევანდელი გაზრდილი პროცენტები თქვენი განცხადების ან ემოციის კვალ და კვალ მოხდა ამ პროცენტების გაზრდა. კარგად ვზანდებოდეთ.